მიმდინარე კვირას YouTube-ზე ამოქმედება ხელოვნური ინტელექტის მოდელი, რომელიც შეეცდება მომხმარებლების ნამდვილი ასაკის დადგენას. ეს არის YouTube-ის უსაფრთხოების პროექტის ერთ-ერთი ნაწილი, მასშტაბური პროექტის ნაწილი, რომლის ფარგლებშიც ტექნოლოგიური გიგანტის წარმომადგენლები ცდილობენ, რომ ინტერნეტი უფრო უსაფრთხო გახადოს ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის. ხელოვნური ინტელექტის ეს მოდელი სხვადასხვა სიგნალზე დაყრდნობით შეეცდება ამოიცნოს მომხმარებლის ასაკი, მაგალითად ერთ-ერთი სიგნალი იქნება ის თუ რა ტიპის კონტენტს, მასალებს, ვიდეოებს უყურებს მოზარდი, რომელიც დარეგისტრირებული არის შეცდომით, სხვა ასაკით, ან შესაძლებელია რომ მიზანმიმართულად შეეცადა მოეტყუებინა სისტემა, რაც ხშირად ხდება ხოლმე ინტერნეტში და სწორედ ესაც აღმოაჩენს, რომ ხელოვნური ინტელექტი, რომ მომხმარებლის ანგარიში იმართება მოზარდის მიერ, ავტომატურად YouTube მას გადაიყვანს ისეთ შეზღუდულ ფორმატში, რომლის ფარგლებშიც ის ვერ დაინახავს, მაგალითად ძალადობის შემცველ მასალებს, კონტენტს და სექსუალიზებულ კონტენტს YouTube-ზე. ამასთან დაკავშირებით YouTube-ის მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ არ ენდობიან ასეთ ფორმატს, რადგან არ ენდობიან თვითონ ხელოვნურ ინტელექტს და ერთ-ერთი წესის მიხედვით, როდეს თუ ხელოვნური ინტელექტი შეცდომას დაუშვებს მომხმარებლის აზრით, მომხმარებელს, დასრულ მომხმარებელს მოუწევს, რომ ატვირთოს თავისი ID ბარათი ან ბანკის ბარათი, რათა გამოჩნდეს მისი ნამდვილი ასაკი და შესაბამისად იყოს დარეგისტრირებული. სწორედ ამასთან დაკავშირებით აქვს პრეტენზიები YouTube-ის მომხმარებლებს, რადგან არ სურთ ასეთი პირადი ინფორმაციის გაზიარება ხელოვნური ინტელექტისთვის. ამასთან დაკავშირებით YouTube-ს ჯერჯერობით არ გაუკეთებია კომენტარი. ეს არის სატესტო რეჟიმის ხელოვნური ინტელექტის მოდელი, რომელიც ჯერჯერობით მუშაობს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა მოგვიანებით გეგმის მიხედვით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაიწყებს მუშაობას. ზოგადად ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ნამდვილი ასაკის დადგენა, ეს არ არის YouTube-ის გამოგონება, ამასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს სხვა ტექნოლოგიური კომპანიების მიერ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მოზარდებისთვის ტექნოლოგიური კომპანიები ცდილობენ, რომ გახადონ უფრო უსაფრთხო სივრცე, თუ მოზარდი არ არის დარეგისტრირებული თავისი ნამდვილი ასაკით, ფაქტობრივად ყველანაირი აზრი ეკარგება ამას და სწორედ ამიტომაც იმუშავებს ის ასეთი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც შეეცდება ნამდვილად დაადგინოს ასაკი მომხმარებლის. კომპანია მეტაც მუშაობს ამ თემაზე და ასევე TikTok-ი, რომელიც ცდილობს ამოიცნოს 13 წელს ქვემოთ მომხმარებლები.